რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ მიიღო მორიგი შემზღუდვები კანონი, რომლითაც კრემლი იტოვებს უფლებას დააყადაღოს საზღვარგარეთ მყოფ იმ მოქალაქეთა ქონება, ვინც რუსეთის ფედერაციის ინტერესებს ეწინააღმდეგება. კენჭისყრისას საკანონმდებლო რეგულაციას სხდომათა დარბაზში მყოფმა 384-ვე დეპუტატმა დაუჭერა მხარი. წინააღმდეგი არც ერთი ყოფილა და ხმის მიცემისგანაც არავის შეუყარებია თავი. ახალი კანონის მიხედვით, უცხო სახელმწიფოებში წასული რუსეთის მოქალაქეობის მქონე პირები დაკარგავენ ყველაფერს, რაც ოფიციალური დოკუმენტების მიხედვით მათ სახელზე ირიცხება. განსხვავებით იმისა, ქონება მოძრავია თუ უძრავი. დოკუმენტი მოიცავს ადმინისტრაციული სამართალდარღვევების შესახებ რუსეთის ფედერაციის კოდექსის იმ ჩანაწერებს, რომელთა მიხედვითაც მოსკოვს აქვს შესაძლებლობა გააკონტროლოს უცხო სახელმწიფოებში მყოფი რუსეთის მოქალაქეობის მქონე პირების ქმედებები. კრემლი ასეთ დარღვევებად მიიჩნევს რუსეთის ტერიტორიული მთლიანობისადმი მიმართულ განცხადებებს, შეერღებული ძალების დისკრედიტაციასა და ცრუ ნარატივის გავრცელებას ეგრეთ წოდებული სპეციალური სამხედრო ოპერაციის შესახებ, სადაც რაიმე ფორმით იქნება ნახსენები, თითქოს მოსკოვი უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიან ომს აწარმოებს. 1 სექტემბრიდან ასამოქმედებელი კანონის მიხედვით ყადაღის მოხსნა შესაძლებელი იქნება იმ შემთხვევაში, თუ პირი გადაიხდის სასამართლოს მიერ დაწესებულ ჯარიმას. პირებს, რომლებსაც რუსეთის მოქალაქეობა აქვს, თუმცა სხვადასხვა მიზეზის გამო ისინი ამჟამად უცხო სახელმწიფოებში ცხოვრობენ, მოსკოვი აგენტებად და სამართალდარღვევებად აცხადებს, ზოგს ადმინისტრაციული წესით, ზოგს კი სისხლის სამართლის. ახალი კანონის თავიდან ასარიდებლად მათ შეუძლიათ ქვეყანაში დაბრუნდნენ, თუმცა ამ შემთხვევაში სამშობლოს ღალატის მუხლით მრავალწლიანი პატიმრობის რისკის წინაშე დადგებიან.